უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების ყოფილ მფლობელებს სასამართლო დავის დაწყება შეეძლებათ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. დაზარალებული მეწარმეები კი საკუთრების დასაბრუნებლად უკვე ემზადებიან. რას ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი და როგორ ათმობინებდნენ ბიზნესმენებს კუთვნილ საკუთრებას. დეტალები საღამოს 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. მერის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ორგანო ახორციელებდა დემონტაჟს. ჩვენ მიმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენ მოვითხოვთ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მესაკუთრეს. მერიასთან დავის უმრავლეს თუ ესეხებოდა საკუთრების შემთხვევებს, უმრავლეს შემთხვევაში მთავრდებოდა წარუმატებლად. ანუ როგორც წესი, მერია იმერჯვებდა ასეთ დავებში. კანონპროექტი შედგენილია, რომელიც იდეაც არის მართლმსაჯულების ხარვეზების მოგვარება გარკვეულწილად.